რუის-ირიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პირველი ეტაპი 19 კილომეტრიანი მონაკვეთია და ის რუის დასავლეთ საქართველოსთან დააკავშირებს. მაგისტრალი, რომელსაც 1500 ადგილობრივი აშენებს, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება. ეს მონაკვეთიც შედარებით კვანძები კი არის, ახლა სახედე 3 გადასასვლელია, მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ წელიწადს და 2 თვეში ამას დავასრულებთ. აი დღევანდელი დღიდან ესაც ბეტონის გაოცვლიანია. მაღალი ხარისხი. თავისთავად. მაღალი ხარისხი. მაგისტრალის რუის-წიაგარას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტი 19 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ეს მონაკვეთი რუის-ირიკოთის გზის მშენებლობის პირველი ეტაპია. სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. ბანო მერაბიშვილმა დასაქმებულებსაც მიმართა. ამ გზის მშენებლობით სიკეთეს შევიტანთ არა მარტო 1500 ოჯახში, არამედ სარგებელს ჩვენ მოუტანთ მილიონობით საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ ვაშენებთ და ვაგზელებთ მაღალი ხარისხის. მე მხაზი მინდა გავუსვა მაღალი ხარისხის ავტომაგისტრალის მშენებლობას. ხელშეკრულებით გარანტია ამ გზის არის 32 წელიწადი. 32 წელიწადი ამ გზას არ დაჭირდება. სერიოზული შეკეთება 32 წელიწადი ეს გზა იმუშავებს მაღალი ხარისხით. სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ 70,700,000 ლარითაა დაფინანსებული, 1500 ადამიანი დასაქმდება. მათი დიდი ნაწილი გზის მიმდებარე სოფლების მცხოვრები მოსახლეობაა. საშუალება მომეცა რომ ვიმუშაო, ცოტა რაღაც შემოსავალი შევიტანო ოჯახში. და ვარ ყმაყოფილი, რასაც ვაკეთებ, ვემსახურები საკუთარ ოჯახს, საკუთარ საქართველოს ვაშენებ. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ამ სამუშაოს და არიან ამ სამუშაოში ბევრი ხალხი დასაქმებული და რა ვიცი, მე მგონი კარგია და ყველაფერი კარგად მიდის ჯერჯერობით, სწრაფ ტემპში მუშაობთ. ახალი გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი 4 ზოლიან მაგისტრალად აშენდება. 8 კილომეტრი კი სრულიად ახალი აგარის შემოვლითი გზის მშენებლობას დაეთმობა. მაგისტრალის ეს მონაკვეთი რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება, რაც ავტომობილით გადაადგილებას კიდევ უფრო სწრაფს და უსაფრთხოს გახდის. მასშტაბური სამუშაოები რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინირებით ხორციელდება. ქართულის გაზგაზლის თითქმის ყველა მონაკვეთი მოცულია, რაც მნიშვნელოვანია იმით, რომ იცით ტრანსპორტული ქვეყანა ვართ, თვითმფრინავა სერიოზულად გაიზარდა და ჩვენ გვინდა რომ იმ თვითებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ზოგადად საქართველოს შემოვლენ, უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 4 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება 2 სახიდე გადასასვლელი, ასევე იგეგმება 91 მეტრიანი სარკინიგზო გამტარის მშენებლობაც, გაკეთდება მიწისქვეშა გასასვლელი და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობები. საავტომობილო მაგისტრალებზე ამ სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისის და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაც. ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება.